დონალდ ტრამპმა მსოფლიოს სავაჭრო ომი თეთრი სახლის ვარდების ბაღში გამოუცხადა. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ხელი მოაწერა განკარგულებებს და ყველა ქვეყანას საქონლის იმპორტზე ახალი ტარიფები დაუწესა. უმეტესობა საბაზისო 10%-იანი, მაგრამ 60-მდე სახელმწიფო ბევრად მეტით, 20-დან 54%-მდე დაიბეჭდება. 2 აპრილი პრეზიდენტმა ამერიკის გათავისუფლების დღედ გამოაცხადა და ახალი სატარიფო პოლიტიკის მიზანიც დაასახელა. შეერთებული შტატები კვლავ დიდარ სახელმწიფოდ უნდა იქცეს. This is Liberation Day. დღეს არის გათავისუფლების დღე. 2025 წლის 2 აპრილს ყოველთვის გაიხსენებენ როგორც ამერიკის ინდუსტრიის ხელახლა დაბადების დღეს. როდესაც ამერიკამ თავისი ბედი დაუბრუნდა და გაიხსენებენ დღე, როდესაც დაიწყეთ ამერიკა ისევ მდიდარ ქვეყანად გვექცია. ხელი მოაწერა აღმასრულებელ განკარგულებას, საპასუხო ტარიფების დაწესების შესახებ მთელი სოფლიოს ქვეყნებისთვის. ეს არის საპასუხო, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინიც ამას ვიკეთებენ და ჩვენ ამას ვუყურებთ. ძალიან მარტივია. ამაზე მარტივად ვერ ვიტყვი. ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვანი დღეა ამერიკის ისტორიაში. ეს არის ჩვენი ეკონომიკური დამოუკიდებლობის დეკლარაცია, რომელი ამერიკის მოქალაქეები იძულებულები იყვნენ ყოფილიყვნენ გვერდით გაწეული. მაშინ, როდესაც სხვა ქვეყნები მდიდრდებოდნენ და ძლიერდებოდნენ. მეტწილად ჩვენს ხარჯზე. ახლა ჩვენი აყვავების დროა. დონალდ ტრამპის სამიზნე ქვეყნებს შორის ყველაზე მეტი ტარიფის გადახდა ჩინეთს მოუწევს. მის მიმართ მოქმედ 20%-იან ტარიფს 34%-იც დაემატა, რამაც საბოლოო ჯამში 54% შეადგინა. პეკინში უკვე მოუწოდეს ვაშინგტონს გადაწყვეტილება შეცვალოს. წინააღმდეგ შემთხვევაში საპასუხო ტარიფებს აამოქმედებს. კონტრზომების პირველი პაკეტი მომზადებული აქვს ევროკავშირსაც, რომლის წევრებზეც 20%-იანი ტარიფი გავრცელდება. ევროკომისიის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ახალი ტარიფები მსოფლიო ეკონომიკას დიდ დარტყმას აყენებს. პრეზიდენტ ტრამპის მიერ უნივერსალური ტარიფების გამოცხადება უდიდესი დარტყმა მთელი მსოფლიოსთვის ევროკავშირის ჩათვლით. ძალიან სამწუხაროა, რომ ეს არჩევანი გააკეთა. მოდით ვიყოთ მკაფიო. ის მოიტანს უზარმაზარ დამაზიანებელ შედეგებს. გლობალური ეკონომიკა მასშტაბურად დაზარალდება. გაურკვევლობა გაიზრდება და გამოიწვევს დამატებით პროტექციონიზმს. შედეგები იქნება სასტიკი მილიონობით ადამიანისთვის მსოფლიოს მასშტაბით, ასევე მოწყვლადი ქვეყნებისთვის, რომლებიც ექვემდებარებიან შეერთებული შტატების ყველაზე მაღალ ტარიფებს. ტარიფების გამოყენება, როგორც პირველი და უკანასკნელი ბერკეტი პრობლემას ვერ მოაგვარებს. სწორედ ამიტომ ყოველთვის მზად ვიყავით მოლაპარაკებებისთვის შეერთებულ შტატებთან, რომ მოგვეხსნა სავაჭრო ბარიერები ტრანსატლანტიკურ ვაჭრობაში. ამავდროულად რეაგირებისთვისაც მზად ვართ. უკვე საბოლოო სახეს ვაძლევთ კონტრზომების პირველ პაკეტს ფოლადის ტარიფზე და ვამზადებთ დამატებით კონტრზომებს ჩვენი ინტერესების და ჩვენი ბიზნესების დასაცავად. თუ მოლაპარაკებები მარცხით დასრულდება. შეერთებულმა შტატებმა ჩინეთსა და სხვა ქვეყნებს დაუწესა დამატებითი ტარიფები. ამით უხეშად დაარღვია ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის და შესაბამისად მრავალმხრივი სავაჭრო წესები. ჩვენ ვეწინააღმდეგებით და მივიღებთ ზომებს ჩვენი უფლებების და ინტერესების დასაცავად. არაერთხელ ვთქვით, რომ სავაჭრო და ტარიფების ომს გამარჯვებული არ ყავს. მოვუწოდებთ შეერთებულ შტატებს გამოასწოროს არასწორად გადადგმული ნაბიჯი და თანასწორობით და ურთიერთპატივისცემით გადაჭრას ეკონომიკური ძამები ჩინეთთან და სხვა ქვეყნებთან. ტრამპის ახალი სატარიფო პოლიტიკა არ ვრცელდება რუსეთზე. თეთრ სახლში აცხადებენ, რომ უკრაინაში შეჭრის გამო დაწესებული სანქციების შედეგად შეერთებულ შტატებში რუსეთიდან საქონლის იმპორტი ისედაც არ ხორციელდება. ახალი ტარიფები ასევე არ ეხება კანადასა და მექსიკას. ეგრეთ წოდებული საბაზისო 10%-იანი ტარიფები უწესდება ავსტრალიასა და დიდ ბრიტანეთს, სადაც საპასუხო ზომებისთვის ხელისუფლებამ ბიზნესთან კონსულტაციები დაიწყო. გამოაქვეყნეს ამერიკული საქონლის 417 გვერდიანი სიაც, რომელთაც გაერთიანებულ სამეფოში შესაძლოა ტარიფები დაუწესდეთ. ახალი გადაწყვეტილებები, რომლებსაც მომდევნო დღეებსა და კვირებში მივიღებთ მხოლოდ ჩვენს ეროვნულ ინტერესებზე იქნება დაფუძნებული. ნათელია, რომ შეერთებული შტატების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს ეკონომიკური შედეგები მოყვება ჩვენს ქვეყანაშიც და მსოფლიოშიც. მაგრამ მინდა მკაფიოდ განვაცხადო, რომ ჩვენ მომზადებულები ვართ. სავაჭრო ომში არავინ იმარჯვებს. ჩვენ გვაქვს დაბალანსებული და სამართლიანი სავაჭრო ურთიერთობა შეერთებულ შტატებთან. მოლაპარაკებები ეკონომიკური აყვავების გარიგებაზე, რომლებმაც უნდა გააძლიეროს ჩვენი სავაჭრო ურთიერთობები გრძელდება და ვიბრძოლებთ, რომ მივიღოთ საუკეთესო გარიგება ბრიტანეთისთვის. ეს არის ჩემი პრიორიტეტი, მაგრამ გამორიცხული არაფერია. დავავალე ჩემს გუნდს, სასწრაფოდ მომზადონ ცვლილებები, რომელიც ჩვენს ეკონომიკას უფრო ძლიერს და მტკიცეს გახდის. ჩვენთვის შეერთებული შტატები საკვანძო ბაზარია. რა თქმა უნდა, ახალი ტარიფების დაწესება გამოიწვევს მძიმე შედეგებს იტალიელი მწარმოებლებისთვის. ჩემი პირადი აზრია, რომ თავად ამერიკელებისთვისაც უსამართლოა, რადგან შეუზღუდავს მათ ჩვენი პროდუქციის შეძენისა და მოხმარების შესაძლებლობებს. სამხრივი ნაბიჯი, რომელიც გადადგა ტრამპის ადმინისტრაციამ ყველა ქვეყნის წინააღმდეგ, სურპრიზი არ ყოფილა. ავსტრალიისთვის
ჩვენთვის ეს ტარიფები მოულოდნელი არ ყოფილა, მაგრამ გარკვევით ვიტყვი, ტარიფები ყოველად გაუმართლებელია. პრეზიდენტი ტრამპი საუბრობდა საპასუხო ტარიფებზე. საპასუხო ტარიფი უნდა იყოს 0 და არა 10%. ადმინისტრაციის ტარიფებს არ აქვს საფუძველი არც ლოგიკურად და ეწინააღმდეგება ჩვენი ორი ქვეყნის პარტნიორობას. ეს არ არის მეგობრის საქციელი. დღევანდელი გადაწყვეტილება შემატებს გაურკვევლობას გლობალურ ეკონომიკას და უბიძგებს ხარჯების ზრდას თავად ამერიკელებისთვის. სწორედ ამერიკელი ხალხი გადაიხდის ყველაზე დიდ ფასს ამ გაუმართლებელი ტარიფების დაწესებისთვის. კიდევ ერთი მოკავშირე, რომელიც დონალდ ტრამპის ახალი ტარიფების სამიზნე გახდა ისრაელია, რომელმაც ამერიკული საქონლისთვის ყველანაირი საბაჟო გადასახადი გააუქმა. მის მიმართ 17%-იანი ტარიფი ამოქმედება. გარდა ამისა, 25%-იანი ტარიფები უწესდება ყველა ქვეყანას ავტომობილების იმპორტზე. ახალი ტარიფების შემოღებამ პირველი ეფექტი უკვე გამოიწვია. ყველაზე ადრე ეს ფინანსურ ბაზრებზე იგრძნეს. ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე ვაჭრობა მსხვილი კომპანიების აქციების ფასის ვარდნით დაიწყო. Dow Jones-ის და Nasdaq-ის ინდექსებმა ბირჟის გახსნისთანავე 4%-ით დაიწია.